მეგობრებო, ვინც უყურეთ, არაჩვეულებრივი ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა იყო. მე გაოცებული ვარ, ისეთი რაღაცეები მოხდა. პირველ რიგში სელტა ისევ და ისევ დაამარცხა ფრაიბურგმა, გასვლადეც 1-3. ასტონ ვილა ბოლონია გაანადგურა 4-0. ბეტისი 2-4 ბრაგამ არ ვიცი რა უქნა, რაც გინდა ის იფიქრეთ, მეგობრებო. გარდა როგორი იმედი მქონდა, ეს ძალიან გამიკვირდა, 1-1 იყო წინა ტურის თამაში და სახში ესე უნამუსოდ წააგო ბეტისმა. ნამდვილად გაკვირვებული ვარ, გაგიჟებულია ეს ბრაგა, ამდენი გოლი როდის გაიტანა, არ ვიცი, სულ 1-0, 0-0 ესეთი გუნდია, მაგრამ გაანადგურა ბეტისი მოკლედ. და ბოლოს ნოტინგემი პორტო ძლივსძლიობით, ვინც უყურეთ, 1-0 დაამარცხა ნოტინგემმა. მოკლედ ესე იგი ბრაგა ფრაიბურგი და ფორესტი ასტონ ვილა, ესეთი წყვილები ევროპა ლიგაზე და კონფერენს ლიგა. ალკმაარი შახტარი 2-2 წაგებული ქონდა, რა თქმა უნდა, ალკმაარს წინა თამაში და გაფრინდა შახტარი. ფიორენტინას ცოტა დააკლდა, მეგობრებო, 2-1 მოუგო კრისტალ პალას, იქ 3-0 ქონდა წაგებული. აექსაც ძალიან ცოტა დააკლდა, 3-1 მოუგო ვალეკანოს, იქ 3-0 ქონდა წაგებული და სტრასბურგმა მოახდინა ერთგვარად ჩემთვის ესეთი მოულოდნელი რამ, 4-0 გაანადგურა მაინცი, არა და მაინც 2-0 ქონდა მოგებული და მეგონა რომ ნამდვილად მაინცი გავიდოდა, მაგრამ აი ესე როგორ ბურთი ვერ გაუტანა, ერთი ბურთი მაინც კი არ უშველიდა, მაგრამ მაინც. მოკლედ ესე იგი შახტარი კრისტალი, მძულს ეს კრისტალი და ვალეკანო სტრასბური. ესე იგი არ ვიცი, პირველ წყვილში ბრაგა ფრაიბურგი მგონია, რომ არ ვიცი, ორივე მაგარ ფორმაშია და ალბათ ფრაიბურგი, ფორესტი ასტონ ვილა, 1-0 ასტონ ვილა, შახტარი კრისტალი შახტარს უგულ შემატკივრებ აუცილებლად და ვალეკანო სტრასბური ვალეკანოს. მოკლედ აი ესეთი საოცარი ტური იყო, მეგობრებო, და რა თქმა უნდა ჩვენ ისევ ძალიან მალე შევხვდებით და აბა დროებით დაწერეთ კომენტარები, ვინ რას ელოდით და როგორ დაჯდა. დროებით.